არც ერთისთვის გიждები და არც მეორესთვის. ჩვენთვის პირადად ვერ შევნიშნე მე რომ ვინმე ხალხზე ზრუნავდეს. ამდენი წლისა ვარ, ახლა 54 წელი ვიმუშავე. რაღაცა განსხვავება არ უნდა იყოს ჩემსა და იმას შორის, ვისაც არ უმუშავია საერთოდ. ერთნაირი პენსია უნდა გქონდეს ყველას. აი ვიღაცას ასეთი კითხვა არ დაებადა, რაღაცით მაინც იყოს ცოტა სხვაობა. ამიტომ მე შორს ვარ მაგენისგან. ღმერთმა ჩვენი ქვეყანა დალოცოს და როგორმე ძალიან განვიცდი იმას, რომ იცლება საქართველო ნელ-ნელა. და ბოლოს ქართველები გადიან ქვეყნიდან. ორი დამოკიდებულება თუნდაც ნაციონალებს და ოპოზიციას თუ მაგეს ქვეყანა უყვარს, ორივე ქვეყანაზე უნდა ზრუნავდეს, ხო? ორივე საქართველოს აღორძინებაზე უნდა ზრუნავდეს. ერთმანეთის მტრობას უნდებიან და კიშკობას. რა არის ეს? რა არის? აი იყოს ის პარტია, მაგრამ ყველას ერთნაირი აზრი უნდა ქონდეს და ყველასთვის ძირითადი მიზანი უნდა იყოს სახელმწიფოს აღორძინება და არა საკუთარი ჯიბების გასხელება და იმ ხელფასები რომ დაინიშნენ თვითონ და საწოდავი ხალხი 440 ლარად უნდა იცხოვრო. ეს არის სწორი? არ არის.